მადლობა სვანეთის ულამაზესი სოფლის ხალდეს გმირებს, რომლებმაც საუკუნე ნახევრის წინ სანიმუშო მაგალითი მოგვცა მის სასრულიად საქართველოს თაობებს, თავდადების, თავისუფლებისათვის ბრძოლის. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ესეთი პატარა სოფელი მთლიანად შეეწირა რუსეთის იმპერიის აგრესიას. ქალიან, ბავშვიან, დიდიან, პატარიანად ყველანი შეეწირენ თავისუფლებისათვის ბრძოლას და მისეს მაგალითი თითოეულ ჩვენთაგანს და მთელ თაობებს გადაეცემათ ეს მაგალითი, როგორც უპრეცედენტო ბრძოლა თავისუფლებისათვის. ძალიან დიდი მადლობა იდეის ავტორს ბატონ გომარ სიხარულიძეს, ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რომელმაც მოგვცა საშუალება განგვეხორციელებინა ეს სპექტაკლი დმანიში, კუთხეში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ არაქართველები. საკმაოდ რთული რეგიონია, ქართველებში უმეტესობა სვანია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველი პრემიერით განახლებული დმანისის თეატრი წარდგენილი იყოს სწორედ ამ მასალით, რომელსაც ქვია ხალდე და რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის დიდი სიამაყე. მოაქცია ჩვენი სოფელი და ყველა მხრიდან უტევს სონეთის მკვიდრმა სად რატომ არ მოგვეშველები დღეს ყველა სომს ხალდე ომს ხალდე არ ნებდება ხალდე არასდროს განებდება. ხალდეს მაცხოვარო, შენ დაიფარე, ხალდე. ძალიან მაგარი იყო ქალბატონო ესმა. ეს უნდა დატოვო. შესანიშნავი. სუპერ. აი სუპერ. მართლა? ყავა. მადლობა. რა ყავა არ მინდა რა ყავა აღარ. რაღაც მომეჩვენა თითქოს იქ ცოტა. არა, პირიქით. მე მგონია რომ აქ ზუსტად ეგუხდება. რა? ათეტიკა. ანუ იყო მაინც ხო? ვათენით თუ რა ხდება? გონი მოგვიწევს. რა გინდოდა ძალიან კარგი იყო. თარო ხედავს რომ არსენას გადააყოდა და ენას რომ არ ჩაიწყვეტს მაინც. ამას ვტოვებთ. ხო. გავაგრძელოთ. შემდეგი ქალების ეპიზოდი. ქალების ეპიზოდი. აქა ვარ. ამზადო.
ჩინოჩერები. ხელებს მიწვიანი გამევა. მე გედა შეინახება. ვინმემ გააჩუმეთ ეს საცოდავი. ზოგჯერ ცხოველიც ვერ უძლებს შვილის სიკვდილს არათუ ადამიანი. მაგრამ მისი ყურებაც საუტანელია. ასე მგონია მუცელში ნაყოფი მიწყალდება ეს რომ მოთქმას დაიწყებს. რითო აღარ გათენდა. ნიდა შემია სოფი. მოვა შემიქმარი და გადიყვანთაკედო. ეჩაში შეაფარეთ თავს, შენც და ფარა. პირველ რიგში ორ სულებს გადიყვანთ. წუხელ ცოტა სიმშვიდე იყო. ხოლო 7 გასროლა დავითვალე. გასვიანების კოშკს უტევდნენ. შენმა გურმაჩმაც გაისროლა სოფი. ასე მგონია რომ ვერ გავახცევათება. რას ამბობ? მთელი სოფელი შეკრულია. მე რომ მოგვერევი. სროლა ჩვენც კარგი ვიცით. ქანა სიკვდილის მეშინია. აბა რისი? არ ვიცი. სახელს ვერ ვარქმევ. იქნებ დამარცხების. ქვარა ჩვენი კაცები დაადუღებენ მტერს. Drevs vapadiosnebt. სანამ გათენდება უნდა მოვასწროთ. საფლავები გაჭრილი გვაქვს. ისინი ჩვენი მტრები არიან, დედე. ხიშტებზე წამოუწევს ჩვენი უხუცესი. დედე. აკაც ეს როგორ? დედე. ცენტრებს გავიდა. მელებში დახმარება დამჭირდება. მადლობა თქვენმა ხორიშვილებმა, რომ მიწას ვახირსებთ და ისევ მარხავთ, როგორც ადამიანებს. Tris მკვდარსაც სჭირდება პატივის მიღება. ეს ცოცხალთა წესია. ცოცხალთა წესი. ცოცხალთა წესი ღირსების დაცვა არ დედე. მაგათ ღირსება უყარეს. ჩვენი მიცვალებულების სულების წინაშე მაინც მომწმიდოთ ამოსი. ამით მოვიწვენ. ამით. სოცხლები რომ ვართ. განამარტო გულით და აერ. წინაპართა ადათის ერკულებითაც ვართ. სოცხლები. და შეგვიკლა მაგერტყობა. ძალაჭის დედე მარტო. ძალა. ნახე. ეს სულაც ბავშვია უწვერული. მოიმის დედეს. ბავშვებს საომებენ ეს ურჯულოები. ისე დამარხეთ. ღორებ მარ მიაგნონ. წესი როგორ აუდის ამ ხორიშვილს, ა? ეხლა თავიდან არ დაიწყო რა. არ დაეგო? არა. სიბრიყვეა. კარგი დაამთავრე. სიბრიყვეა.
ღმერთის და ტრადიციების სახელით. ეგ არის თქვენი ჰუმანიზმი? არაფერს არ შველის ხალხო, ფაქტია ხო? არ უშველა. ბიჭო 2000-მა სვანვა დადო ფიცი, რომ არ მიიღებდნენ რუსეთის მმართველობას და დააბეგრინებდნენ მიწებს. მერე? რა მერე? ჯერ ნახევარი საქართველოს დაიპყრეს, მაგრამ სვანეთს მაინც ვერაფერი უკნეს. კოშკების დანგრევას აპირებდნენ და ვინ დაუშვებდა ამას თან სვანეთში ხა ფიქრო. ეს აგებამ შეცვალა რა მე. ვაიმე, ერთი და იგივე აზრზე ვართ და გაჩერდი ახლა რა. ესე წარმოიდგინე. საუკუნის ბოლოები და ჯერ კიდევ მამაპაპური წესით მიდიოდა მართო გამგეობა. კარგით, ვაგრძელებთ. ოღო დესანტლები აღარაა თუ ხალხი. მართლა რომ დაადეთ, რა საჭიროა? სული აქვს და სუდად ხდები. კარგი. მომში. ხალდე რა კონდო? რატო ხალდე? ხალდია დომათის ბიჭო, ხალდე. ხალდე არ მოგიქნა. იმის უპატამიც ნარაშოში. ხო და ეს ორი მარტო აკუსტიკურად კი არ გაქვს ერთმანეთს. აბა? მათ კიდე სხვა გადაკვეთის საჭიროა. ხარ, სვანეთი და მესოპოტამია რა მიშუაში ერთმანეთთან არ გამოდიო. სვანეთიც ისეთივე ძველია როგორც მესოპოტამია. შეიძლება უფრო ძველიც. ვაფშე სვანეთში არ ვარ ნახო. მაგრამ კოშკები მევასება ძალიან. კარგი, რა. ერთი წამი რა? აი შარშა კლუბში გავაკეთე ივენტი ამ კოშკების ინსტალაციით. ერთი წამი. პორტუგალიელი დიჯეი ჩამოვიდა. გამოსირდა ისეთი ფრეში გამოვიდა. ბიჭი, სვანეთი თუ არ გინახავს, არაფერი არ გინახავს. მომახლები. Sorry. სოფი გვატყუებე აქ გაჩერება აღარ შეიძლება უნდა გავიქცეთ სალამე. გვატყუებე სოფი ვინ გვატყუებს სალამე რა სისულელებს ლაპარაკობ. დამიჯერე სოფი მე გვიანი იქნება მომისმინე შეხედე აი იმ ორ ჩალებიდან კაცხედა ჩემ უბრალოდ მოისმინე როგორ არწმუნებდა ქალებს უჩაგვაბარებს ხას ხას არავის დავაკარებთ სალამე. ეგ გეგი არა სისულელებს ლაპარაკობ. არა სოფი არა გეგი ძალიან სოფი სალამე. გაჩერდი გთხოვ. სოფი მომისმინე მე და შენ მაინც უნდა გავიქცენაგება გესმის სოფი იმედი აღარ მაქვს შემეშვი სალამე. სოფი მე და შენ ძერლებად ხოვარ დაბანები გესმის სოფი მე და შენ ჩვენი შვილები უნდა გადავარჩინოთ სოფი მე და შენ გესმის ჩვენი შვილები სოფი ჩვენი შვილები სოფი ხარაც დედა უნდა გახდეს მელევშის დედა რა სალამე. მაგრამ სხვიეთი შვილები უკვე გაარკვეს გესმის შენ ახლა ლამარიას წინ გაგისხარ სოფი შენ ჯერ დედობა არ გაგოგიცია სოფი მე და შენ უნდა გადავარჩინოთ სოფი გესმის მე და შენ ჩვენი შვილები უნდა გადავარჩინოთ სოფი ჩვენი შვილი სად არის სოფი სად არის ჩვენი შვილი სად არის ჩვენი შვილი მალხოიდა მე ძახი ჩვენი შვილი კავე ჩვენი შვილი ყველანი მოყავათები ხარ გასის კლავი ყველანი გასის მოყავათები ხარ ლამარია შეგვეძლია შეხვდი. რა მერე? ლეუსთან შეტაკება ყველაფერი არია. გრინევსკიც ვერ ფიქრებდა რაც. მეც არაფერი არ აჩენს. რა გავიგე? ხო არა, სინქროს აზრი არ აქვს. არ ვიცი. ჩავწეროთ ისე, მე რაღაცას მოვიფიქრებთ. სინქროს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ოღონდ როგორც ვაკეთებდით ისე, სრული დაგვერდით. კარგი. რიგი? ვახსოვთ ხო? ჯორი, სები,
სხვა შვი არა ეს შეხვდი იმათ. შევხვდი. მერე ლეუსთან შეტაკებამ ყველაფერი არია. გრინევსკი ძველი ფიქრებდა, რაც ლეუსმა დაატრიალა. გრინევსკი ვერ ფიქრობდა? და ჯექი, ყველაზე მეტად მაგას ზულდით, სვანები. ჩვენი წერა იყო და აუხდა კიდეც. ურიგატეხი. რისთვის შემოვიდეთ სოფელში? ხომ იცოდნენ, რომ თუ ერთ ტყვიას მაინც გაისროდნენ, არც ჩვენ დავრჩებოდით უპასუხო. ვიღას არ ვარწმუნებდი მაგაში მიქა. არავინ შეისმინა. მარტო ბოქაულმა მიქელაძემ შებედა გრინევსკის რას მიშიაჩერეო. სიტყვაც მისცა. ეო, რა სიტყვა? ერთ კვირაში მე თვითონ მოგიყვანი მორხავდე შენს. ოღონდ რას მისოფლისკენ არ დაწერაო. არ დაწერა კი არა, კარზე მოგვადგნენ ეს ხორიშვილები. რა ისე ჩარდას და გურმანში თხოვენ რა? ეგ არის მთავარი საბაბი, ეგ. არ გადავცემთ მაგათ. არც ჩარგას და არც გურმაჩს. უბად. ეგი. კიდევ ერთხელ. ცდი მოლაპარაკე. რა მოლაპარაკებ? ლეუსმა შუა მოედანზე გეგი და გიორგასვიანები ხისტებზე წამოაცვა. ყველამ დაინახა ეს. ბავშვებმაც დაინახეს. ოჩი. გიორგის გაზრდილი იყო მამაჩინო. სარბაზებს გასვიანეს ხორიშვილები. ეთყობა აპრილეს ცნობა გუბერნატორთან კირილევსკის და ლეუსის სიკვდილის შესახებ. იგამცადოთ მოლაპარაკება. რომ მოვიდოთ, ამასობაში გალებს გავიყავ სოფლიდან. ვისთან ვილაპარაკოთ?
თენგის დადაშკელია თან. მე შევხვდები. მეცნები ამოხსნა ყველაფერი ბოლოს და ბოლოს ჩემი სისხლია და ხოცი. და ისევ ჩარგაძის და გურმაჩის ჩაბარების ხარჯზე მივიღოთ მშვიდობა. ჩუმად. ჩარგაზი და გურმაჩი უშკულში არიან. ამბოხებულებს აგროვებენ. მარიო შენ რას იტყვი? ბესარიონი ჩვენი სინდისი და ნამუსია. თუ ის ფიქრობს, რომ დარჩა მოლაპარაკების ნატამალი, იქნებ ვცადოთ ეს გზაც. აქ ჩვენ შორის ვინმეს კიდევ აქვს ეგ იმედი? ხალები ყავს იქა. მათი შვილების წინაშე ყველანი ვალში ვართ. მერე ძალიან სანანებელი გაგვხდება. ეგი უმეცი უფლება მოგელაპარაკოთ ადეშკენიებს. წადი ბესარიონი. წადი და უთხარი დადეშკენიანს, რომ თავად მოვიდეს. თუ ვაშკაცია და ღირსება შერჩენია, მარტოდ მოვიდეს. ჯარის გარეშე. მაგრამ თუ ჩვენს მოტყუება შეეცდება, გადაეცი პირველ ტყვიას ჩემგან მიიღებს და მაგის ხედავს ფეხებთან დაუგდებ გუბერნატორს. აქ არ ამოვა. სალოცავში შევხვდებით. სალოცავში. იმათ რომ არ ხავდით ექიმის უბეში ვიპოვე. წაიკითხე ბესარიონ. იქნებ რამეში გამოგვადგეს. ექიმ ბელსკის დღიური. ის ყველაზე მეტად წუხდა ჩვენს უბედურებას. კოშკში შეუსწრეს, არა? ჯუხაძეების კოშკში შეუსწრეს. გასვიანება. მამის და ბიძის სისხლის. ექიმიც მაგ დროს მოკვდა. ბოროტება გულში არედო, მაგრამ ბოროტების მხარეს აღმოჩნდა. რაო? რას წერს ექიმი ბელსკი? ნანობს უდანაშაულო ხალხის ხოცვა რომ მოუწიო. მას არავინ მოუკლავს, მიქა. იარაღიც არ ქონია. ის ნამდვილი ინტელიგენტი იყო. ვაჰ! რა საკეთე? აი, რეებს ლაპარაკობს ეს ბესარიონი. რა ინტელიგენტი ვისამართლებს? ბიჭო, ეს ერთადერთი კაცია მთელ ხალდეულ ისტორიაში. ნათელი წერტილი. და შეთა მისი დაცვა თუ მომიწევდა და არ დათარმეთ. ხო და ნუ იცავ ძალიან. ვიცავ, იმიტომ რომ ცხოვრება მარტო ორი ფერი არ არის, შავი და თეთრი. ან ცუდი და კარგი, ცხოვრება მათ შორის დინამიკაა და მასე დგას მთელი სახარება ვერ გაგაგებინე რა შენ. წაიღეთ ტვინი და გაჩავწერო. ეს ვის შეუგნე. აი, სახარება. კარგი დამთა. მომისმინე? დღიურში წერა ადვილია. აბა იგაე პროტესტებინა მართლა თუ მაგარი ბიჭი იყო რა.
მაგრამ ეს ისი რა ძალიან უხდება იმ ზღაპრებს. ორი რუსეთი რო არსებობს, კარგი და ცუდი. აუ ისე ჩხუბობ გეგონება დღესაც იგივე აღწევდა. მე კიდე ამ საგიჟეთში სხვათა შორის ბავშვი უნდა გავაჩინო. რა გინდა შეჩემა? ექსტრემი. შეიძლება თავდაცვის ავტომატური ინსტინქტით დაიბადება და უფრო მაგარ ცხოვრებას მოხდა. ხალდე ჩვენს თეთნე ფახეზგე. უთარგმნე. არცი? ხალდე მაიცა არ უთხრა. ისწავლო სვანური და მიხვდეს რა. და რატო უნდა ვისწავლო? იმიტომ რომ სვანებზე ფილმს ახმოვანე. ო, შენ ხო სკლავ რა. ამას რა ჭირს? დღეს იცით რა? რა დღეა? მოიცა არავინ არ იცის? ნო. ერთ საათში ქალბატონი ესმას დავადებს. აი. ალო? სურპრიზი არ მოვაწყო? სიურპრიზი ზუსტად 12-ზე იქნება. შენ არ გეუბნები არა? და რას ვაპირებთ? მოიცადე? ეგ მე ვიცი. თქვენ რა საუბრობთ? ერავიება. აი მე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აქ ისეთი ბოლი აქვს, დაბადების წელი არა, მეტად ჩავწეროთ რა. არა, აქაურობას გაგიგეთ. აბა? იმ კონტრაქტებზე რა შვია? იმ კონტრაქტებზე თქვენს რომ თვის დასაწყისში გაგიფორმებთ და იმის მერე არავინ ჩანს. და თვის დასაწყისი რა შუაში. მე რა შედამიკიდე, მე რა ვიცი, ვა. ისე შენ რო შემოხედავს კაცი კონტრაქტებზე გამჭედავს ნაღდა და იავია. ზეგი რა ხან ბიზნესი მაგ. ახალ მაგარ მაგუთს ხო და რაც მეკუთვნის არ უნდა გავჭირო. როცა საქველმოქმედო პროექტია თქვენთან არა ვარ? აქ არა ვარ? და მე როდის ვისწავლოთ ქართველებმა კონტრაქტის საკითხი? მე დადები და მე მაგის შესრულება, სულ მადლობა და ბოდიშე როდემდე უნდა ვიყო. წამოვა. ხო, მუხბე მეძახის. ეგ მე ვასება და ფსიქოლოგიური თეატრია. მე გავარკვიე. ეს ლემზირი და ჭკუტი ყოფილა ფეტვის და ყველის ყვეწველი. შარა, რა ეს ჭკუტი და ლემზირი აღარ შემიძლია, აი? შეხედე? ესაა ხარშინი. ძალიან რიტუალური კერძია სვანეთში. მოგშვიდა ხო? აუ მე კი არა ჩვენ მოგშვიდა და მალე თუ არ ჩავწერ, ჩემი შვილის ცოდვა იქნება თქვენზე. ნიკა გამისვანდა. იყავზო. ჩქელანი დგას უკვე უშხოლშიცო. ჩვენს დასაშინებლად მოგონილი ჯობია. ეცერშია დაჩქელანი. ჩვენი ძმები შემოგვიერთდებიან. ხალდის არმია ტოვებენ. მე გავხედავ. ნიჟარაძეს კი ვენდობი, მაგრამ რამე ბოროტი არ ვიციებს დაჩქელანა. იარაღები გაწმინდით. ლამარია შეგოცილი გავიგე კაცები ლაპარაკობდნენ ყველა მხრიდან ალყაში ვართ ალყაში აღარც წყალი გვაქვს აღარც ქვილი ყოფნის მოთქმის და წუხილის დრო არ არის უფალი შეგეწევა 11 კოშკი დგას ხალდის გულზე 11 ნათლის უნდა უკან არავინ დაიხევს. პროშულზე რომ შობიაროზი დედამთილმა ჩიბუხი მომაწოდა შეუკლავდა დედამთილო ჩიბუხს რას მაწვდი ხანჯალი მომაწოდა რომ ეს ტკივილი გავათავმე
ხანჯალს მეც ვატარებ. მარიამზე მსმენია. ბავშვობაში ლემის დროშაზე გამოსახულ ლომს უსმენდაო. როცა ლომი ქარში ფაფას გაშლიდა. რაც იმ ლომისგან გაუგია და მერე უთქვამს. ყველაფერი ახდენია ხალდეს. მართალია მელევში. მეც გამიგილა. აღარსადაა ის ხანი. გადავარდა მწვერვალებს მიდმა. დილით კოშკებს გასახის. მაგის ცოდვით მიცა როგორ არ უსწრდება მისი ქექის მომხდარს. ქექი. დედე. მოდი დედე. მოდი. ჩვენთან კარგია. დამლოცე, მამაო, დამლოცე. არიციანა, თავად. ხვალვე ჩამოგიდა, ხვალვე. კარგი, კარგი. გუკა. მოხვედი? გაარკვია შენ გმირზე რამე? როგორია რომ ღირსეული კაცია, მე ცოტა დაფიქრდებოდი, აბა იფიქრე ერთი შენს. კარგი. One second, friends. Okay? Me, sorry. ანუ დადესკელიანი ანტიგმირია, ხო? და ვიღაცის ახირების გამო რო ქალები კოშკში გამოამწვდიეს, ეგ ვიღაც გმირი. საინტერესოა. რა ახირების გამო, ბიჭო? რა ახირების გამო ხალხი თავის პრინციპზე იდგა. თქვენს და ბოლომდე შეასრულეთ. და არ დაგავიწყდეს, არავინ არ დახმარებია. დაეხმარენ, ედამ და დადამ გირგვლიანები დაეხმარენ ლატალიდან და ის არასწორია რომ არავინ არ დახმარებიაო. სხვათა შორის, მე მათ შთამომავალსაც ვიცნობ. ო. შეგიძლიათ მიიკრიჭები ბიჭო რა იგი. გიშდები, გამაზე რა. სულ მგონია რომ ერთი ზაბაზანი ჯიბიდან უნდა გამიძრო. რაღაცნაირი ლეგენდა კაცი რა. მუჭიხვინე. ესე იგი მაგ ჯიგრებმა და გვირებმა საკუთარი ქალები და ბავშვებიც რო გაწირეს ეგ არა. არა. აბა, მაგათ კი არ გაწირეს. რუსებმა გაწირეს. და ძალიან ხო იმას მაინც ნუ იტყვი რომ ხალხემ დაიწყო ომიო. შენი ცოლი როგორ სულადავს? ხო. აი ვიღაცა რომ მოვიდეს და გითხრა სანჩამბარდი ან დედა ბუდიანათა მოგუგა. რა სიზა? იმას ახლეს? ძარიცი რა ქნა? კოშკში რატო არ გვიკადრე დაჩქელანი? გეგონა სიტყვას გავტეხდით და გიმტრობდით? არ მოვიდოდა. რატო? ვიცი, ესენი არიან დაწულ ჯარისკაცებს რო შეუვარდნენ და ხელი გამოჭრეს, არა ისე მაგრად მიკვირს, სადაც სტუმარ მას პინძლის ქვეყანაში ჩოხაძე თვითონ გათქვა თავიანთის უნდა. ცირა, ნიკა მაგას პასუხობს. რა? როგორ ბედა და სტუმრებს ეძახი ჩვენს ამომწყებებს. აი აბა ისმენთ რუსებს თქვენი წესების და ტრადიციების დაცვას თქვენ კიდე თავად არ ხვდებით. შენ კარგად იცი დაჩქელანო რისთვისაც იყვნენ ისინი მოსული რომ არა გასვიანები ალბათ ჯოხაძეების ოჯახს ძირფესიანად ამოჟლებდნენ. გამოდის ჯოხაძემ დააბეზღა თავისი სულები. ასეც ვითიქრე. ჩვენ სადაცე და ტრადიციებზე შევლაპარაკო. შენ ბატონობის მუხლი რომ დააჭირა ეცერს და ბეჩოს. გეგი.
ძალიან შავზღეში. თუ ერიასებ განსაცდელის სიმძიმეს უნდა მენდო. რა მოგვიტანა რუსებზე მინდობა? გამოგზავნა მღვდლები მივიღეთ. დანიშნა ბოქაულები დავიყენეთ. სოფლის მოხელეები აირჩიეთ და დაუჯერეთ. ბოლოს 6 აბაზი უზალთონი ბეგარად დავიდეთ. აი მათ მოვტყუდით. ჭორებს აღხერეთ. და შეცდომაზე დაუშვით. აგიჩემებია თამარ დედოფალიც არ გვახტევინებდა ბეგარას. ბეგარას არ გვახტევინებდა, მაგრამ ჯარში გვიწევდა. და როცა დასჭირდებოდა ჯარს ჩვენთან სარჩენად აყენებდა. თამარ დედოფლის დროს თითო ოჯახისგან ერთსროლა წამალს წაიხებდნენ. მეც არაფერს. და თან მეძღვნეს ვანებს მეფურად გვაჯილდოვებ და ძვირფასი საჩუქრებით. ახლა ქუთაისის ხაზინაში მეაქვს ჩვენი ბეგარა და გზის პულსაც არავინ გვაძლევს. ჩვენს ცხნარან მიქა. ჩვენი ხალხი ერთგულია ღვთისაც და კაცისაც. ამდენჯერაც რუსებს ვენდეთ, იმდენჯერ მოგვატყუეს. და ახლა კიდევ ხალდებელ ვაჟკაცებს გვემართლებიან. ეს სადაული სამართალია. თქვენ თავრობის სისხლში გაქვთ ხელები გასვლელი. ამას უპასუხოთ არავინ დატოვებს, გეგი. გავიგე კოშკში ქალებს აფარებთ. როგორ? ვინიცის ხვალ თუ ბრძოლა დაიწყო, ვეღარც გააღწიოთ და თან გაიყოდოთ გაუჩენელი ბავშვების ცოდვა. სიკვდილის არავის გვეშინე დაჩქევა. აი შენ კი შენ სოფელი დანებებას არ აკეთებს თენგის. 2000-მა კაცმა დაიკეცა. რამდენი ერთგული შემოგრჩათ, მაგ 2000-ი. რამდენი ერთგული შემოგრჩათ, მაგ 2000-დან. გეგი, ჩააბარე რუსებს. გურმაჩ გასვიანი და შენი შვილი. ჩააბარე და პირობას გაძლევ და ველაპარაკები გუბერნატორს და შევაცვლებინებ სოფელზე შეტევის გადაწყვეტილებას. პირობს ჯაჰვედი. ხალდეში სიტყვის გალტეხს ვერ იყო. ამის იმედი ნუ გეკრება თენგის. დედე შეიძლება ცოდვა მიმიწვის რამე, მაგრამ არა თქვენს ოჯახთან. ბოლოს და ბოლოს შენი რძით ვარ ჩეკრული მე და შენი შვილები, დედე. ძუძუმტეობის ხათრით ბევრჯერ დაგეხმარეთ და დავანდობინე რუსებს თქვენი თავი.
რუსის ჯარი რომ ჩააყენე შენს მშობლიურ მიწაზე და ხიშტები მიუშვირე შენს ხალხს. დანდობას ამას ეძახი, დედე? დედე, მე რომ არა, დიდი ხნით ადრე მოგვიღებდა ბოლოს ეგ სალდათი. მეჩავად და ლაჩრად ყოფნას სიკვდილის ჯობს, დედე. დედე, ჭკუა უნდა ყველაფერს. ჭკუა. თუ ჭკუით ხარ იმ რუსის ძალასა ჩვენ სასარგებლოდ გამოიყენებ, დედე. გამოდის მარტო შენთვის მოუწია ეგ ჭკუა გამჩენს და ჩქელა. დედე, თითებზე დასათვლელი ხალხი და შენც იმას მეუბნები რომ უნდა შევაწყდე. ქალები სოფელს გაარიდე. შენ მაინც დამიჯერე, დედე. განწირულია ეს ბრძოლა, დედე, განწირული. ქუდი კაცის სინდისია, დედე. შენ ამის ტანების უფლება არ აქვს. ბავშვებო, რა ხდება, სად ხართ? არ გავაგზავნოთ? გამოითვალეთ, ხო? გვაქვს ძალიან დიდი მადლობა და ბოდის გიხდით. უბრალოდ რაც აქ ჩამოვედი, ეს დღე აღარ აღმინიშნავს და ამიტომ ცოტა ხო. ბოლო დაბადების დღეზე, რომელიც ჩემებმა იქ მომილოცეს, ცოტა უცნაური სიურპრიზები მქონდა. ხო.
მე 12 საათზე შუქი ჩაქრა. როგორც მე კედელი განათდა და დავინახე ჩემი ბავშვობის კადრები. პატარა ასაკში. მე ეს კადრები აჩქარდა და გამოჩნდა ჩემი ცხოვრების პატარ-პატარა ეპიზოდები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ასაკში გადაღებული. მანამდე არადროს მქონდა ეს კადრები ნანახი, მამა იღებდა თურმე და აგროვებდა, როგორც ჩანს ამ დღისთვის. მე ეს ყველაფერი წლების მიხედვით დააწყო და ამონტაჟა. მე კადრები აჩქარა და 7 წუთში ჩააყრა. ხო ვიცი ახლა ეს დღეს ამის გაკეთება ძალიან ადვილია, დღეს არავის უყვირს ეს, მაგრამ მაშინ ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ნამდვილი სიურპრიზი. წარმოიდგინეთ, მთელი ჩემი ცხოვრება, მთელი ჩემი ბედნიერი ცხოვრება, აი ამ 7 წუთში ჩაეყრა. თავი ის არის, რომ შემდეგ უფრო დიდი სიურპრიზი მელოდა. მოგვიანებით შემზარავი ფეერვერკებით. მე არაფერი მახსოვს. როგორ გამოვაღწიეთ იქიდან მე და დედამ, ვინ წამოვიყვანა რა გზებით, არაფერი მახსოვს. დარც ვინა მახსოვდეს, მართალი გითხრათ. და მამა? მამაც და ჩემი ცხოვრებაც, რომელიც ამ 7 წუთში ჩაეყია, იქ დარჩა. მართულ ხლართების მიღმა. ხო, რაღაცა ესეთი ბანალური ისტორია გამოვიდა. ერთადერთი რაც იქიდან გამომყვა ეს კამერა. მამას კამერა. ბიჭებს გამოუტანიათ ნანგრევებიდან ჩანთით რაღაც ნივთებთან ერთად. ვერც ვეკარებოდი დიდხანს, მაგრამ მე როცა გავვი, ვიცით რა აღმოვაჩინე? მამა თურმე ფილმს იღებდა. გესმით? ოღონდ ისე თავისთვის. თავისი ცხოვრების მთავარ ფილმს იღებდა და ვერ დაასრულა. აი ეს მასალა, რომლის აღდგენასაც მე ახლა ვცდილობ, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად. ამ კამერით არის გადაღებული. დღეს, აი ზუსტად ამ დღეს, უკვე მე მინდა მამას საჩუქარი გაუკეთო. და ერთი თხოვნა მაქვს, ოღონდ. უნდა მოვასწრო, გესმით? უნდა მოვასწრო. მოვასწრეთ. აი ეს ყველაფერი მე, კარგი? კი, კარგი. კარგი, მაშინ გავაგზავნე. ბოდიში ხიხტი. მაშინ გავაგზავნე თუ მაშინ. აი ეს გუშინდელი მასალა, რაც გავაკეთეთ უკვე ჯერ ამას მოусმინოთ. მე მივაყოლოთ, გავაგზავნოთ. ხო? კი, ბატონო. მოусმინოთ. რა ხდება? არიდან ცერილი მოვიდა. ძაღლას მიდაცოლა ჩვენს წინააღმდეგ. თემი გუბერნია ხალხზე ლაპარაკობს. გაიჩხიათ ჩვენი სიმტკიცე. სამაგალითო დასჯას მომიგოზე, რომ სხვებს არ გადავდოთ ბრძოლაში, ჩვენი დასჯით სხვებში შიშს გააჩენთ. კიდევ რაღაცაში უნდა იყოს საქმე, გიგა. მარტო კატეხვის გამო არ უნდა გვეჭვდეთ. იქნება მართლა რა მეიგურება ხალხში. მარტო ჩვენ ვიცით, ისი პატრონები წავდით. ჩვენი სიცოცხლე მაგათ თავიანთ ძალაყრონიათ. ფინებს ის ადრეც უყვარს. მე რომ იმპერიის ხელმწიფე ვიყო, საერთოდ მოხმოდი მის კალთებზე შეფერილ პატარა. თავის ტკივილია და მეტი არაფერი. ოდა მიიღო კიდეც თავში ცხელი თქმის ტკივილი. ეგრემი იღებს ყველაფერს ჩვენს კამქრობას და აპირებს. საკვები თითქმის აღარ გვაქვს. ძალიან ცოტა დაგვრჩა. ვიცი, რამდენიმე დღე მივიწევს გაძლება და მიკმაროთ. ტოპები ჩვენს მოგვეწვდი. მე და მელებში გზად ვარ ბრძოლისთვის. ამარიას მინდორში ქვემეხები დააღიარეს. ქვემეხები
ერთიანმა მხოლოდ შვილებმა, რაც უფრო ბევრი იქნებიან, რაც უფრო იარაღს აღაშარულებენ, უფრო მეტად გაგვახელებენ და აკურესავენ თავდადებისთვის. ნელებში ქალები ერთად მოამიჯდა და სარდაფში ჩადდა. სოფი მშობიარობს. წყალი. კვარა წყალი გჭირდება. სოფი. ნახე შენ გაგურმაჩ, მაგრამ კონდიცია. გურმაჩ. შენ გამოგვეთა სოფი. ახლა გურმაჩ. Честно, დიდი კოტული ბედნიერი ქნება ჩვენი ქორწინება. ნუ მაჩ, გურმაჩ, არ წახვიდე, გურმაჩ, არ წახვიდე, გურმაჩ, ისუნთქე. ბეჭოში შენი ქმრის ოჯახიდან ცოცხალი აღარავინ დარჩა. კოშკში უნდა დავბრუნდეთ. აქ საშიშია გესმის? აღარავინ დარჩა. ჩემი შვილის ხალხია. ჩემი შვილი ცოცხალია მაგრამ. სადამე მომისმინე. კოშკში უნდა დავბრუნდეთ. სოფი მშობიარა. გესმის სოფი? ბიჭი გაჩნდა. ბიჭი? უნდა ვინახო. კოშკში ვერ მიშობიარე მაგრამ. იქამიდა. ჩემს უცხოთა წამოვიდა. ჩემი შვილის ხალხი. შენი შვილი საწყლში აღარ არის შენი კაცი არა. ის ბოლოდი ვარ. იქნებოდა თავი გამისკდა ამდენი. Амар გამეშვანი ეს კექის საფარში. Амар გადამეხვია ხოლმე ჭაოდა მსხალზე. იქნებ მიმესწრაფა. რუსის солдатებისთვისაც მიმესწრაფით. სავდელს ცეცხლი წავკიდა. ვიცი მოთამაშე ბავშვის პირილის ხმა გაიგონდა და არ მიეშველა. თასუნორი სალამე. შენ რაერთაშუაში ხარ? ჩემი შვილი არა. გამში მაგი. გამში. რა გინდა? რა სვერჩოდითრას. ჩახომ არა მერკიშავები და შვილი როგორ მომიკალი შვილი. როგორ მომიკალი. სალამე. Edes,
მეტი აღარ შემიძლია, ცოტა ხანს გავჩერდეთ. მეჩვენება თუ წინ რაღაც შუქია. აქ წესი არავინ უნდა იყოს. იქან გაწმინდა ეს გზა. დამელოდით. გავხედავ. არ წახვიდე. ნუ გეშინია სოფი. გაიგებს მტერია თუ მოყვარე. დაჩქილანის ცხენი ვიცანი. აქვეა ჩასაკრებული თავისი რაზმით. ახლა მე უნდა სისხლო ყველა. რა იცი რომ დაჩქელანია. თან ისინი ბევრი არიან და შენ ერთი. შენ რომ რამე მოგივიდეს ჩვენ ვინ გვიპატრონებს. ჩვენს პატარას რა ეშველება. მე გიპატრონებს სოფი. მიდი ბესარიო. ვინც ის მეტი შემთხვევა აღარც მოგეცეს. მაგ მოღალატეს ჩვენი სისხლი არ შეარჩინა. ახლა სისხლის აღების დრო არ არის. მალე დავბრუნდები. ჩემი შვილები. იტა როგორ არის? მახსოვარ. ლამარია. გევედრები დაიფარე ჩემი შვილები. დაიფარე. არ დავამიწყო დედეს ნანა. Ziggy.
როგორ მოხდა ბესარიო? როცა დაუბრუნდი ქალები უკვე დახცინი იშტებზე წამოეკოთორები დამარხე? ეს ჭკინტუ როგორ გადარჩა? რა დაარქვა გვარამ? ამის ხელისთვის ისეთ ჩვენი ამბავი ყველას მოუხმით. დაწერეთ გაზეთებში, წიგნებში, თუ როგორ იდგა ამაყი ხალდე, რომ არც ერთ ხალდეველს არ გაუტეხავს წმინდა კვირიკეს წინაშე დადებული ბიცი. ჩვენ შეიძლება გავწყდეთ, მაგრამ ბრძოლას არ შევწყდით. მარია მოგაგაცეთ. დიდება შენდა, წმინდა მარია, დიდება შენდა ხალდეს მაცხოვარი. ხალდე თეთრი კუდი დაახურა სვანეთს. ხალდეთ ჩვენს თეთნეფა ყუესგე. გიგი სად უნდა წავიდე? შეხედე ამ სიპებს, ამ ლოდებს. ჩემი სული ამ კლდეებში, აბა უსულოდ როგორ ვიყო? სად რჩები გიგი? ხალდე აღარ შენი სახელი იქნება ხალდე. შენ დაგიწყებენ ცეχνას და გიპოვნიან როგორც საგანძურს. შენ იქნები ის, მისთვისაც სიცოცხლე ღირს, დედე. ო დედე, ო ხალდე, ო ხალდე.
რა იყო ამ ხალდეში ასეთი, რაზეც ასე გადაილინენ ეს რუსები? მადლი